მესიჯი სამყაროდან. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. პირდაპირ გეუბნებათ, ასე რომ ვთქვათ, ეს შეტყობინება, რომ გაიღიმეთ. თქვენ გაქვთ არჩევანი, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა. თქვენ გაქვთ წარმატება. თქვენ გაქვთ ნაყოფიერება, თქვენ ხართ შემდგარი. დრო არის ეტყობა რაღაც იყო თქვენთან ის მომენტი, რომ შეიძლება ენერგია არ ყოფნიდათ, შეიძლება ხასიათი არ ქონდათ, შეიძლება ძალიან ბევრი ფიქრეთ რაღაც საკითხებზე, ხო? აქ პირდაპირ გეუბნებათ სამყარო, რომ დრო არის მოусმინოთ თქვენი სულის მელოდიას. რაღაც ასეთი მოდის. დრო არის დავუშვათ იმღეროთ თუნდაც, მისცეთ თავს სიმღერის უფლება. დრო არის იყოთ ბედნიერი. ის პატარა რაღაც გაურკვეველი შიში, ან შეიძლება გაურკვეველი რაღაც შინაგანი ეს ენერგეტიკული დაცლა, ასე შეიძლება რომ გითხრათ, წარსულს ჩაბარდა და მე გეტყოდით, რომ გამოიყენეთ ის შანსები, რომელიც მე არა სამყარო გეუბნებათ, გამოიყენეთ ის შანსები, რომელიც გეძლევათ. აქ არის არჩევანი. უბრალოდ აქ არის გონიერებაც ეტყობა ამ მომენტში თქვენი რაღაც გონიერება, სიბრძნე, რაღაც ხო გაგიკეთებიათ ცხოვრებაში და ჭკვიანურად გამოგსვლიათ. თითქოს გვერდზე არის ეს ყველაფერი გადადებული. და აი აქ ზუსტად აი იმ თქვენს გონიერებას მოუხმეთ, იმ თქვენ შენაგან სიბრძნეს, რომელიც გაგაჩნიათ, გაქვთ თქვენ ეს, გაქვთ შანსი და ასევე გაქვს ძალიან დიდი არჩევანი, შესაძლებლობა გააკეთოთ. აქ არ მყავს უბრალოდ ადამიანი, რომელიც თქვენ უკვე ყველაფერს ხედავთ და ამჩნევთ. არ ხართ იმ პოზიციაში რაღაცა გაუგებარია თქვენთვის. არა, თქვენთვის ყველაფერი ნათელი არის ამ ეტაპზე. მესიჯი სამყაროდან რა არის კიდევ თქვენთვის? ძალიან სწრაფი ცვლილება, სწრაფი გადაადგილება. თქვენ თუ რამე საკითხი გაინტერესებთ, გამოგივათ, არ გამოგივათ, როგორ იქნება? რა თქმა უნდა, გამოგივათ. რა თქმა უნდა, იმაზე კარგად, იმაზე სწრაფად. ვიდრე ეს იდეაში გაქვთ. აქ უბრალოდ ნახეთ, გადადით მოქმედებაზე. გააკეთე არჩევანი, გადაწყვიტე, რაღაც ესე გეუბნებია. ჰე, ახლა, ეს თემა არის. ჰე, ახლაო. აქ არ არის გამორიცხული ზუსტად თქვენი ტოლი, თქვენი სწორი ადამიანი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაშიც. აი ეს საკითხიც არის. თითქოს დღის წესრიგში დგება, რომ უკვე უნდა იყოთ თქვენ ბედნიერი. თითქოს კარებზე გიკაკუნებთ უკვე. რაღაც მინიშნებები, რომ მიიღე ეს ბედნიერება, ეს შესაძლებლობა, არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა. დაინახეთ. აქ ზუსტად ის მომენტი არის, რომ
შესაძლებელია თუ კონკრეტული პიროვნება და ეხლა ახალს მანდა მაინც მე არ ვიტყვი, ბევრთან ახალი იქნება, მაგრამ თქვენ შესაფერისად თქვენ როგორც გიკადრებათ, ასე მოიქცეს ეს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში აქ შემოდის და მოქმედებაში გადადის, თუნდაც ასე ვთქვათ, ადამიანი პირადშიც, რომელიც კი თქვენ როგორც გეკადრებათ, თქვენ როგორც შეგფერით, აი ასე უნდა მოიქცეს. თქვენი ტოლი, თქვენი სწორი, თითქოს ესე ფიქსირდება. ეს უკვე ნახეთ, აი თითქოს უკვე კარებთან არის, მოიმზადეთ. ძალიან ახლოს არის ეს ადამიანი, ძალიან ახლოს. ამ დღე-დღეზე უკვე შეხვდებით. ეს არის, ძალიან უკვე დღის წესრიგში დგას ეგ საკითხი. თითქოს უკვე ან ხდება, ან რაღაც არის. უბრალოდ თქვენ უნდა გამოხვიდეთ რაღაცა ფიქრის რეჟიმიდან. აი მე რა იქნება, ან როგორ იქნება, ან რაღაც ესე მოღვენთილ თემიდან უნდა გამოხვიდეთ. აქ პირდაპირ გადაწყვიტე არჩევანი და იყავი ბედნიერი, პირდაპირ გეუბნებიან. არა ეს პირდაპირ თქვენსკენ მოიმართება. მე კითხვა დავსვი ახლა აქ რას მოგიტანთ ეს ყველაფერი. ეს პირდაპირ მოიმართება ბედნიერებას, ნაყოფიერებას, წარმატებას. მოგეწონათ ჩემი დასტა, ულამაზესია ვფიქრობ, ძალიან ლამაზი დასტა არის. ნახეთ, ეს მოგიტანთ თქვენ ბედნიერებას, კმაყოფილებას. მე როგორც მინდოდა, ასე გამოვიდა. მე როგორც ვისურვებდი, აი ასე არის. ესეთი ენერგია მიფიქსირდება, ჩემო კარგებო. თქვენ როგორც ჩანაფიქრი გქონდათ, აი ესე იმოქმედებს ეს ადამიანი. ეს პირადია პირდაპირ. აქ მესიჯი სამყაროდან ის არის, იყავი ბედნიერი. აქ სიყვარული შემოდის ვიღაცასა. ოღონდ აი ისეთი სიყვარული, როგორზეც ვიოცნებებდიო. თქვენ თვითონ კმაყოფილი რჩებით ამ ურთიერთობით. ან უბრალოდ შეიძლება რადგან საჯაროა დაუშვებ იმას, რომ ეს იყოს ადამიანი, ხო? ვინც უკვე იყო არის თქვენს ცხოვრებაში ახალზე, მაგრამ მაინც არ მაქვს მე აქ აქცენტი. მე ის არის, რომ ძალიან მრავალმხრივი შეტყობინებები, აქ ხასიათიც კარგი იქნება ამ ადამიანს, მე როგორც ვატყობ. სახასიათო ტიპაჟი არის რატომღაც ესე მინდა ვთქვა და ამას ალბათ მე მიხვდებით ზუსტად რას ნიშნავს, ხო? შემდეგ გაშიფრავთ. ახლა უბრალოდ არის ერთი მომენტი აქ. ერთი მომენტი არის აქ. ეს პირადს არ ეხება. ეს არ ეხება, რომ ეს თქვენთვის არის განკუთვნილი გარემოვლენები, რაღაცები, რაც გაგდებთ ფორიაქში, უენერგიობაში, გამოუვალ მდგომარეობაში, ჩაკეტილობაში. აქ თქვენი მფარველი ანგელოზი პირდაპირ გეუბნებათ. იყავი მადლიერი, გადაიხადე. იცით რა არის, საპირწონი არის ზოგადად ყველაფერი. ხო? ახლა ცოტა შემოვიდა თითქოს ახალი წერილები დაინტერესება, ხო? მაგრამ ნახეთ, მიწევს იგივე რაღაცების ახსნა.
ალბათ ამ ხალხისთვის ახლა ძველი ვიდეო თქვენ რო შეგხვდებათ, არ გინდათ შეიძლება მოისმინოთ, ვისაც მოსმენელი გაქვთ, იმათზე არ მაქვს საუბარი. Იმიტომ რომ ძველი ჩანაწერია, არა ჩემო კარგებო. რა მნიშვნელობა აქვს, როდინდელი ჩანაწერი არის ვიდეო, თქვენ არ გაქვთ მოსმენელი, შეგხვდათ. მოდი მოსინჯეთ იქნებო, თქვენთვის არის ზუსტად ეს გზავნილი სამყაროდან. და იქ არის ის ინფორმაცია, რაც თქვენ გჭირდებათ. თქვენ როდესაც გახსნით ვიდეოს, მაშინ არის ის აქტიური. შესაძლებელია მოსმენილი ინფორმაცია შეგხვდეთ ისევ, ნახეთ? და კი ბატონო, ისევ აქტიური იყოს ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. რატომღაც აი ამას მე გჭირთ ყურადღება. შეგხვდეთ. ამიტომ ეხლა მე აქ გეტყოდით და გავიმეორებ, რომ აქ მადლიერება და აი საპირწონე ხო შემოდიან და რაღაც ვაჭრული თემა არის თითქოს, რომ ვაიმე თქვენთან რა ღირს, ნუ ყველასთან ის ეთყობა რა ღირს ასეთმა ადამიანმა, ხო? თქვენთან რა ღირს და მე უკვე არა. მე არ ვთვლი, რომ ჩემ მომსახურება ძვირი არის, არა. არ არის ძვირი. ყველაფერს აქვს მისი გადასახადი. თქვენ თუ მოხდით გარკვეული დაზიანებაში, ეს თქვენ არ გინდოდათ, მაგრამ ადამიანები ხდებიან ავად, მოდი ასე რომ ვთქვათ. რაღაცის გამო. ხო? ეს ნებით არის თუ ნებურად, ეს სხვა თემა არის, მაგრამ ფაქტის სახეზე ადამიანი არის ავად. გინდა არ გინდა, მას სჭირდება მკურნალობა, შესაბამისი პრეპარატები, შესაბამისი მკურნალობა და ყველაფერს აქვს მისი გადასახადი თანაც. თუ ვინმე ამას მოახერხებს რაღაც თავისი გამოცდილებით, თავისი ოჯახის წევრების გამოცდილებით, თუ კი ამას მოახერხებს ადამიანი რაღაც ძალიან ესე რომ ვთქვათ, ჩაი გააცხელოს და დავუშვათ ადუღოს და ეს საკმარისი იყოს, კი ბატონო, ესეთი ვარიანტებიც არსებობს, შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ მარილი სიტყვაზე, საკმაველით გაასუფთავოთ სახლი, ეს ძველი ნივთები და რაღაცები გადაყაროთ, გადმოყაროთ და ეს საკმარისი იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ეს საკმარისი იქნება ყველასთვის. აქ საპირწონეზე მაქვს მე ძირითადად საუბარი და აქ მაქვს ზუსტად მე საუბარი, რომ თქვენ რაღაცები არ გაქვთ გადახდილი ან მადლიერება გამოხატული. ხო, მადლიერება ეს ზედაპირული, კაცო მადლიერი ვარ, არა, ეს უნდა იყოს შინაგანი, გააზრებული. ეს უნდა იყოს ნახეთ, დღეს ამ წუთში მადლიერი ხარ, მეორე წუთში კიდე რაღაც დაიწყებს ადამიანი. დავუშვათ უკმაყოფილებას გამოხატავს, ხო? ეს აღარ არის მადლიერება. აქ ნებისმიერი საკითხი შეიძლება ითქვას, ნახეთ. თქვენ რაღაც ითხოვეთ, მოგეცათ. სხვათა შორის ახლა რაღაც ჩემი თავიც გამახსენდა აქ მე ვითხოვე სკოლაზე გავაკეთებ აქცენტს, მინდოდა რაღაც სკოლას ვეძებდი, გამოჩნდა ადამიანი, მიმასწავლა, მივედი ამ სკოლაში და მე დავრჩი უკმაყოფილო. დავრჩი რაღაცების გამო, ხო? მაგრამ ნახეთ, ეს ჩემი მხრიდან ერთი მხრივ არის უმადურება, იმიტომ რომ მე ვითხოვე და რა შესაძლებლობაც იყო, ის მომეცა. ან შესაძლებელია, მოდი რაღაც კიდევ მაქვს მე იქ, ხო, ძალიან უკმაყოფილო, მაქვს ამაზე ჩანაწერები. ხო და აი ამ თემაზეც ახლა დავფიქრდი. ამდენი ბურდღუნის შემდეგ
იქნებ რაღაც არის იქ, იმიტომ მივედი, იმიტომ გადავწყვიტე, იმიტომ მე ვითხოვე და მომეცა და მე რა გავაკეთე, გამოვხატე უმადურება. ხო? კი ბატონო, რაღაც ეს რა, მაგრამ რაღაც იქ მაქვს ესე იგი მე მაინც საპოვნელი ესე რომ ვთქვა და მე უბრალოდ ძალიან ესე არ არის გამორიცხული, ცოტა მაღლა დავიჭირე, ხო, თავი ვაღიარებ, კი ბატონო. ეს უკვე არის უმადურება. როდესაც ნახეთ მე გაძლევ თქვენ ისეთ რჩევას, რომ მოდი იმით დარჩით კმაყოფილი, ხო, ახლა აი ხელფასებზე დავუშვათ, გამიკეთები აქცენტი. არ ყოფნის ადამიანს 500 ლარიანი, 1000 ლარიანი. და გასაგები არის, არ არის საკმარისი, მაგრამ ამ ეტაპზე შემოგეძლია შენ ეს. მოდი ამით იყავი ჯერ კმაყოფილი, რომ მერე შენ ამ ძალებმა ჩაგთვალონ, მოდი ასე რომ ვთქვათ, ღირსად უფრო მეტი გამოჩნდეს შენს ცხოვრებაში, უფრო მაღალა ნაზღაურებადი სამსახურით დავუშვათ. ამისთვის გახდი მადლიერი, იმ 20 ლარისთვის, იმ 10 ლარისთვის, იმ 200 ლარიანი სამსახურისთვის, ჯერ პირველ ეტაპზე. აი იგივე არის, თუნდაც აი ჩემს პერიოდში, ნახეთ ჩემს გაშლაზე მე თვითონ დავფიქრდი, მე თვითონ რაღაც ვიპოვე პასუხი. აი ასე შეგიძლიათ თქვენც რომ რაღაცაში დაფიქრდეთ, ნახეთ. არ არის გამორიცხული, რომ კი მე უფრო ძლიერი სკოლა იმიტომ ვერ ვიპოვე, რომ ჯერ ამის დაფასება, აი ამის რაღაცა, რას გამოვხატა, როგორ მოვიქცეოდი. ეს იყო ერთგვარი, მოდი ასე ვთქვათ, თუნდაც ჩემი შემოწმება და მე გამოდის, რომ გამოცდა ვერ ჩავაბარე. ამიტომ მეორე სკოლაში გავიქეცი, იქაც იგივე უარესი პრობლემა. გაიგეთ რა ხდება? მე არ ვსაუბრობ სხვაზე. აი პირდაპირ გეუბნებით, მოსმენილი გაქვთ, ვინც ძველები ხართ, ვინც არა ხართ ძველები და ახლები ხართ. თავიდან ვსაუბრობ, ხსნი, ხო, დავრჩი უკმაყოფილო რაღაცებით. არ დავიწყე იმ წვრილმანის ძებნა და აი სიხარული არ შევიგრძენი, რომ მე ხო ეს ვითხოვე, ვინატრე და აი ჯერჯერობით ეს საშუალება არის, ან ეს არის გამოცდა, ან ეს არის ნიშანი სამყაროდან, ძალებიდან, რომ მოდი ერთი ვნახოთ რა გოგო ხარ. რა გოგო ვარ, ვიბურდღუნე და ვიბურდღუნე. თვეები თანაც. სიმწრის სიცილი მაქვს, ეხლა სიმართლე გითხრათ. ეს არის უკვე სიმწრის სიცილი. ხო. ნუ მე მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის და იმ ენერგიების მაინც ბოლო-ბოლო თუნდაც ამ გაშლის, რომ ეს გავიაზრე ამ წუთში, რასაც გესაუბრებით და ესე საჯარო, მოდი ასე რომ ვთქვათ, ახსარებას ვობარებ. კი ბატონო. აი ამის შემდეგ უკვე აღარც გვინდა, ხო? ამოვიყოთ, მაგრამ რა თქმა უნდა უკვე გადადიხართ ნაყოფიერებაში, წარმატებაში. ეს არის გარე ფაქტორი, თქვენთან ბედნიერებაც არის, თქვენთან სიყვარულიც არის, ნაყოფიერებაც არის. მაგრამ ესეთი პატარა რაღაცა ცხოვრებისეული გარე, თითქოს გარე, მაგრამ არ არის ეს გარეთ. მაინც. ცხოვრების სტაბილურობაში გადადიხართ. გაიაზრეთ, დაფიქრდით, თქვენ სად დაუშვათ შეცდომა. ეს კითხვები, მოდი ვკითხოთ მაშინ აქ ჩვენ ტაროს 3 არკანით ამოვიღებ. და აირჩიეთ თქვენ დავუშვათ სად დაუშვით თუ რაღაც ესეთი შეცდომა თუ რაზე ხართ დასაფიქრებელი. მოდი ასე ვთქვათ, რაზე უნდა დაფიქრდეთ. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. რა თქმა უნდა, მეც ჩავიფიქრებ აქ, რომ იცოდეთ, რადგანაც ესე გამოვიდა, მეც მომიწია რაღაცაზე დაფიქრება პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი.
აირჩიეთ რამდენიმე წამს მოგცემთ და ნახოთ აპარაპასუხები ამოვა, იმედია რეზონირდება. პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, თქვენ შემთხვევაში, მოდი ასე იყოს, არა ირევანო გაშინიათ. თქვენ შემთხვევაში როგორ დავსვიკითხვა, რაზე უნდა დაფიქრდეთ, ხო? აი აქ პირველი ვარიანტი ზუსტად არის ის, რომ ძალიან სხვადასხვა ემოციური არკანი არის. აქ თითქოს დანაკარგზე ხართ რაღაცაზე ჩაციკლული. იმედგაცრუებაზე. არ არის გამორიცხული ეს ადამიანს ეხებოდეს, ეს ფინანსებს ეხებოდეს. რაღაც აი ჩაციკლული მომენტი უფრო დამიფიქსირდა. აი პირველი ვარიანტისთვის თითქოს არის ის მომენტი, რომ აი აქედან უნდა განთავისუფლდეთ. მაგრამ თუ თქვენ ჯერ ამისთვის თავს ნუ დაატანთ ძალას, მოდი ესეც შეიძლება ბევრისთვის ასე იყოს, რომ მოდი გამოიგლოვეთ თუ რამე გაქვთ გამოსაგლოვი ბოლო-ბოლო. მაგრამ ნახეთ, თქვენ აი წარსულზე იმდენად ხართ ჩაბღაუჭებული, ეს პირველი ვარიანტი. ვეღარ ამჩნევთ, რომ მომავალში უფრო მეტი შანსები, უფრო მეტი ბედნიერება, უფრო მეტი წინ გაქვთ, ჯერ ეს არ არის დასასრული. ანუ შენთან ჯერ კიდევ არის შანსი, ჯერ კიდევ არის მომავალი. უბრალოდ აქ დაფიქრდი, რას ვერ უშვებ და სად გაიჭედე. რაგი აი გონებით ხართ ჩაბღაუჭებული რაღაცაში. თითქოს ვერ ამჩნევთ შესაძლებლობებს, მაგრამ კი ბატონო, ეს ტკივილი რეალურია, ეს არ არის ის, რომ რაღაცა გიჩვენებათ, არა. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, ეს არ არის დასასრული. გამიგეთ? ამიტომ განთავისუფლდით, გამოიგლოვეთ, იტირეთ დაჯექით, იტირეთ. გამოუწყდით საკუთარ თავს უპირველესად. თქვენ არ გჭირდებათ ვინმესთან ამის მოყოლა, ვინმესთან ამაზე აქცენტი. საკუთარ თავთან იყავით გულახთილი. და იცოდეთ, რომ აუცილებლად ეს ყველაფერი მოგვარდება. კარგი, ჩემო კარგებო, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი, თქვენ შემთხვევაში მიფიქსირდება ესეთი რაღაც. თქვენ უნდა დაფიქრდეთ, თქვენ შინაგან რა არის თქვენთვის, მოდი ასე ვთქვათ, კმაყოფილება. თქვენი შინაგანი განცდას უნდა დაუკვირდეთ. თქვენ მე ვფიქრობ, რომ აქ პრობლემა მეორე ვარიანტში ის არის, რომ კომფორტის ზონიდან ვერ გამოდიხართ. თითქოს რაღაცით ტკბებით. თქვენი მიღწევებით, თქვენი ცხოვრებით, ეხლანდელი რაღაცა მდგომარეობით. აი რაღაცა არის, დაფიქრდით ეს რა არის. და იმდენად აი აქ გაიჭედეთ თქვენ დროში, მე ასე ვიტყოდი. თუმცა უნდა გამოხვიდეთ ამ კომფორტის ზონიდან. რატომ? იმიტომ რომ ამის შემდეგ შეიძლება მართლა გადახვიდეთ თქვენ ზუსტად აი რაღაცა თავდაჯერებულობა დაგაკლდეთ. ან შეიძლება ძალიან თავდაჯერებული ხართ, ესეც შეიძლება.
თქვენ აქ შესაძლებელია ასედაც ვიტყოდით. ვერ ამჩნევთ რამდენად ბედნიერი, რამდენად წარმატებული ცხოვრება გელოდებათ, ან რამდენად კომფორტული ცხოვრება გელოდება. აი ესეთ ორ ვარიანტში გაგიყოფთით ამას, ვიღაცა ძალიან კომფორტის ზონაში ხართ მოხვედრილი და ვიღაცა კიდე ვერ ამჩნევთ, რომ თქვენ სინამდვილეში ძალიან დიდი კომფორტი გელოდებათ სამომავლოდ, კი? გაიგეთ რა ხდება. აქ სხვათა შორის ძალიან ბევრი რაღაც გამოგივიდათ. ძალიან ბევრი. მეორე ვარიანტი ეს იყო. მესამე ვარიანტი, ვინც აერჩიათ თქვენ შემთხვევაში სიმართლე გითხრათ, კითხვა თითქოს დამავიწყდა. როგორ დავსვი კითხვა? კითხვა. ნუ კარგი როგორადაც დავსვი, მე რა ენერგიაც წამოვა ისე გეტყვით ახლა. თქვენ აქ რამეს დაკარგვის გეშინიათ თუ არჩევანის გაკეთების გეშინიათ? აი ეს არის თქვენი რაღაც შინაგანი ხმა. შესაძლებელია თქვენ გეშინიათ ზუსტად ურთიერთობას რო გეუბნებით, აქ შემოდის ეს ყველაფერი რაღაც, ხო? აი ესეთი ვარიანტი არის. შეიძლება საერთოდ ნახეთ, კითხვა ისე დამავიწყდა, მე სულ სხვა ეს კითხვაც გაინტერესებთ მესამეს რაღაცას, მაგრამ აქედან უნდა აიღოთ ინფორმაცია უკაცრავად. ავქნათ, ესე ხდება ხანდახანაც. მაგრამ აქ თქვენ კი ეს არის, მე ვფიქრობ, ზუსტად ის ვარიანტი, აი არჩევანი, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ასე დავიწყე, ხო დავიწყე, ასე მე გაშლა, ეს ზუსტად მახსოვს. ნუ მიდევს არკანები აქ და მოდის ენერგიაც. აი თქვენ უნდა მიიღოთ ზუსტად უკვე გადაწყვეტილება, რაღაცა. თუნდაც ის, რომ რაც თქვი, აი თქვენ უკვე გაიაზრეთ აქ, სად დავუშვათ გამოხადეთ უმადურება, სად გაქვთ გადასახადები, სად გაქვთ რაღაცები გასაკეთებელი, რაც ქაოსში გაგდებდათ, ხო? და გზებს გიხურავთ თითქოს. აი თქვენ ზუსტად იცით, რას მოაქვს თქვენთვის წარმატება, რას მოაქვს თქვენთვის წარუმატებლობა. აქ მესამე ვარიანტი ეს არის, რომ ბალანსი შეთანხმება უნდა მოახერხოთ საკუთარ თავთან. ნახეთ, გონება სხვას გეუბნებათ, გული სხვას. აი ეს უნდა დააბალანსოთ, გულის და გონების თავსებადობა მოახერხოთ. თავარია იცით რა არის? მიიღოთ გულწრფელი ასევე და მიიღოთ აი გადაწყვეტილება. დრო არის უკვე მიიღოთ გადაწყვეტილება. მაგრამ მე საერთო ჯამში მაინც ანალიზს ყველასთვის როგორ გავაკეთებდი, იცით? აი ახლა მთლიანი შეჯამება ამ სამი არკანის მართალია ცალ-ცალკენ აირჩიეთ, მაგრამ მთლიანი შეჯამება და გაშლა რაც არის, ესე გაგეკეთებდით ანალიზს. კი ბატონო, რაღაც იყო წარსულში, იმედგაცრუებაში მოხდით, რასაც ჯერ ისევ აქვს თქვენზე გავლენა. მაგრამ ნახეთ, აი ამის გამო არის აქ ეს პრობლემა და ქაოსი, მაგრამ თქვენ უნდა მიისცეთ საკუთარ თავს იმის უფლება იყოთ ბედნიერი. აი ეს ბედნიერება, ეს წარმატება შემოვიდეს თქვენთან. ამისთვის რა არის აუცილებელი? ამისთვის აუცილებელია თქვენ გააკეთოთ არჩევანი. ნახეთ, თქვენ შიში იმის, რომ მერე რა იქნება, მერე დავუშვათ იგივე მოხდება, მიღალატებს, ან რაღაც პრობლემა მოხდება, ან რაღაცას დავკარგავ, ვიღაცას დავკარგავ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პიროვნებას ეხება, სამსახურს ეხება, ფინანსებს ეხება, რაღაც საკითხი, აი გულის ტკივილით, ხო? აი ეს
ამაზე არის დიდი აქცენტი გაქვთ, ვეღარ იმაშვებით, გამოდიხართ. მართალია, აი იმიტომ გითხარით, მოდით ჯერ გამოიტირეთ, გამოიგლოვეთ, ეხლა მოდი ასე ვთქვათ, თქვენ ტკივილს ვერ დაივიწყებთ, რამდენი გაგახსენდებათ, ის ტკივილად დარჩება. ხო ასე, აი როგორც საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან არის, ეხლა ყველას ყავთ ვიღაცა გარდაცვლილი. მაგრამ ამ ტკივილს ეგუებით, ხო? всё, გაუშვი ეს ადამიანი. ვიღაცა ძალიან მიჯაჭვულიც ხდება, მაგრამ მე მიჯაჭვაზე არ მაქვს უკვე აქ საუბარი, ეს უკვე პრობლემებში გადადის, რომ იცოდეთ. მაგრამ აი აქ მოდი დაასრულეთ ეს გლოვა, გაუშვით, всё, განთავისუფლდით. და დაინახე შენი მომავალი შენ თვითონ, დაინახე შენი ბედნიერება. არ შეგეშინდეს ისევ წინსვლის. შენთან არის ეს ყველაფერი, მაგრამ აი ეს მომენტი გაიგეთ? მე არ კონკრეტები ახლა მაინც რატომღაც რომელიმე ფინანსებიანის ამის ესე არ მევყვები. მაგრამ ამ ეტაპზე ხართ. როგორც კი რაღაც ნახეთ თითქოს იცით რა არის, შესაძლებელია ეს სევდა გახდა თქვენთვის ძალიან კომფორტული და კომფორტის ზონა რომ ვახსენე, ხო, რაღაც ხართ აი ამაში გაჭედილი. კომფორტული კი არ არის, მაგრამ თითქოს ესე მიფიქსირდება მაინც. რაღაცა აი ჩაიბღავჭეთ. ეს არის კითხვები, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ. ხო, ცოტა სხვანაირი გაშლა იყო, ხო, დღესაც. კი, მე მომხვდა უკვე თვალში, შევამჩნიე, თქვენი არ ვიცი. ეს კითხვები უნდა დასვათ საკუთარ თავთან. აი აქ უნდა ეს ყველაფერი ის მადლიერება, ის რაღაც გადასახადი, საპერსონების ხო ახსენეთ, ეს ყველაფერი უნდა გაიაზროთ. და ამის შემდეგ გითხარით მე რომ ასტაბილურებთ, თქვენ უკვე გადადიხართ გრძელვადიან პერსპექტივაში გადადიხართ. წარმატებაში გადადიხართ. რატომ მოხდა ეს ახლა? რაღაცა აი მაინც რატომ მოხდა ეს? რატო? ხო, აქ ისეთი რაღაცა კარგით არ მინდა ეს. ცოტა გამოცინა. რატომ მოხდა გეტყვით? თქვენ რაღაცის, ვიღაცის, ან რაღაცა, რა ვიცი, მისთან როგორ თითქოს დასაკუთრება, თითქოს გამომწყდება, თითქოს გამოჭერა, რაღაცა ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია, ხო? მოინდომეთ. და ესე არ გამოვიდა. ვიღაცისთვის ესეც არის, ამიტომ გამეცინა. მაგრამ აი აქ თქვენ აუცილებლად ამ ყველაფრის შემდეგ გადადიხართ ძალიან კარგ ნაყოფიერებაში. მე ესეთი უმშვენიერესი ნახეთ არკანით დავასრულებ დღეს გაშლას. კი ბატონო. აუცილებლად გექნებათ ნაყოფიერება, წარმატება, უბრალოდ აი ეს ყველაფერი რაც არის მოისმინეთ კიდევ, გაიაზრეთ, გადაამუშავეთ საკუთარ თავში, თუნდაც ის მინუსი, როგორც მე ახლა აღვნიშნე, დაფიქრდით და თქვენ მოგეცემათ უფრო მეტი შესაძლებლობები, უფრო მეტი. გაიგეთ? აქ ძალიან დიდი ცვლილება, ტრანსფორმაცია უკვე მოხდება. ეს არის უკვე სიძლიერისკენ. გადადგმული ნაბიჯი, კი. სასწაული ცვლილება იქნება. ძალიან კარგი შენაძენიც არის აქ.
ნუ იკავებთ თავს. თქვენ ჯერ კიდევ მოვფიქრობთ ცოტა კიდე გჭირდებათ ვიღაცებს. ნახე ვიღაცამ გაიაზრა, ვიღაცამ გაიფიქრა, ვიღაცამ მიხვდა და იწყებს უკვე ამ ყველაფერზე მუშაობას, მაგრამ ვიღაცა მოისმინა ეს, მაგრამ მაინც ისევ ესე რომ ვთქვათ, გლოვის პროცესში, ხო, ვერ ელევა იმას. რაღაცა იმ ტკივილს თუ იმ ყველაფერს კიდევ ვერ თავისუფლდება. ამიტომ ისიც კარგი არის, რომ რაღაცას ზოგჯერ ადამიანი მიხვდები, ხო? რა გაქვს გასაკეთებელი, რა გაქვს გამოსასწორებელი, ესეც ძალიან კარგი არის, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე რაღაც დაიძრა, რაღაც ამოძრავდა. რაღაცია უკვე რყევა, მოდი ასე ვთქვათ, ახლა კბილი რო ტკივა ვიღაცას და არის გაჭედილი და გტკივა, მაგრამ არის რომ თითქოს მოირყა და მე ფრახ წკნა ამოიღებ, ხო? მოაგვარებ უცებ საქმეს. აი ესეთნაირად შეიძლება ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა, რაღაც შეიცვალა. ესეთი გაშლა იყო დღეს. მესიჯი სამყაროდან. აი ეს მესიჯი არის სამყაროდან. გისურვებთ წარმატებებს დაგემშვიდობებით, დროებით. იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია. სიძლიერე.